სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ჩვენ დღეს გავაგრძელებთ ისააკ ასურის სიტყვების განხილვას და დღევანდელი თემა ეს არის მე-15 სიტყვა ლოცვას ეხება. დღეს პავლე მოციქულმაც მოგვიწოდა რომ ჩვენს გულებში მუდამ ვაქებდეთ და უგალობდეთ უფალს. ეს არის ქრისტიანის ბუნებრივი მდგომარეობა, რომელიც ნორმალურ ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით ადამიანისათვის ბუნებრივ მდგომარეობად იწოდება, როცა ადამიანი ღმერთთან არის. ხოლო ღმერთის გარეშე ყოფი ადამიანის მდგომარეობა იწოდება ქვებუნებრივად, ანუ არაბუნებრივად. და არის ზებუნებრივი მდგომარეობა, როცა უკვე ადამიანი განხთობილია. ხო და ეს ჩვენს გულში ღმერთთან მუდმივი დიალოგი ან სწრაფვა ღმერთისკენ, განცდა ღმერთისა. ეს არის ქრისტიანისათვის ბუნებრივი მდგომარეობა, იმიტომ რომ ამას ნიშნავს ზუსტად ქრისტიანი, რომ ჩვენში ღმერთია. ყველა წმინდა მამა მეტნაკლებად საუბრობს ლოცვაზე და ისააკ ასურიც არ არის გამონაკლისი, სხვადასხვა ადგილას ეხება მრავალგზის და ერთ-ერთი თქვა, სადაც ეხება, ეს არის მუხლები, რომელსაც ჩვენ ახლა წავიკითხავთ. ეს არის მე-15 სიტყვის და ნამონარიდები. ლოცვის ზოგიერთი სიტყვა ხანდახან სიტყვებას იძენს და ეს მდგომარეობა დიდხანს გრძელდება, რაც სხვა სიტყვებზე გადასვლის შესაძლებლობას არ გვაძლევს. ჩვენ ვიცით, რომ როცა ლოცვას ვამბობთ, წარმოვს თქვავთ, ეს შეიძლება ჩვენ თუნ წარმოვს თქვათ, ჩვენი სიტყვებით, შეიძლება ეს იყოს ტექსტში დაწერილი, მაგრამ ტექსტი დაწერილი ჩემათ უნდა იქცეს, ანუ მე უნდა გააზრებული ვქონდეს, რას ვამბობ და მე უნდა მინდოდეს იმას, რასაც ვამბობ, ჩემი გული უნდა ეთანხმებოდეს და ის ჩემი უნდა იყოს. აი მაგალითად, როცა მამაოჩვენოში ვამბობ, მოვედინს უფევა შენი, ეს სიტყვები ხო ჩემი არ დამიწერია, მე არ მომფიქრებია, თავად უფალმა მასწავლა. მოვედინს უფევა შენი, ეს ჩემს სიტყვებად უნდა იქცნენ. იყავნება შენი, ეს ჩემი სიტყვა უნდა იყოს, გესმით? აი ესევია ნებისმიერ ლოცვაში. და ასევე რასაც ჩემი სიტყვებით ვამბობ. ანუ ღმერთთან ვსაუბრობ. ლოცვა ეს არის ღმერთთან ურთიერთობა, ღმერთთან არა მონოლოგი, არამედ დიალოგის მცდელობა. და ხანდახან ისააკ ასური გვეუბნება, რომ ზოგიერთ სიტყვა სიტყვებას იძენს. ეს რას ნიშნავს სიტყვებას იძენს? ღვთის მადლს განიცდის ადამიანი თავის სიღრმეში, მისტიკურ სიღრმეში და ეს განცდა იმგვარია, რომ იწვევს რაღაც ესეთი მისტიკურ შეგრძნებას, რომელსაც არ ქმნავს სიტყვება, ტკბილი უფალი, ტკბილი ესო. ეს თუ არ განიცადე, ვერ მიხვდები რას ნიშნავს. ტკბილი ვიცით, თაფლი, შაქარი ვიცით, ტკბილი. რას ნიშნავს? ტკბილი ღმერთი რას ნიშნავს საერთოდ? მადლი რატომ არის ტკბილი? და ეს გულში როგორ განიცდება? და გულში რო განიცდება, სიტყვებას რატომ არ ქმნევ? ეს აუხსნადია, მაგრამ თუ ადამიანს ეს ერთხელ მაინც განუცდია, მან ეს იცის, სხვა სახელს ვერ დაარქმევ. აღმოხდება რა ტკბილია უფალი. აი ეს არის. და თუ ეს გამოცდილება ადამიანმა მიიღო, ესე დროს ეს ჩერდება ლოცვა, მდგომარეობა დიდხანს გრძელდება, დიდხანს რამდენი ხანია ვინ იცის, მაგრამ გრძელდება და სხვა სიტყვებზე გადასვლის შესაძლებლობას არ გვაძლევს და ამ მდგომარეობით ლოცველი ვერ ძღება და რა შემთხვევაშია შესაძლებელი? იმ შემთხვევაში, როდესაც წინასწარ დაპროგრამებული არ ახარო, მე ეხლა უნდა ზიარებისთვის ვემზადები და აი ეს ტექსტი 45 წუთში სულ უნდა ჩავტიო. აი როცა ამგვარად არ ახარ დაპროგრამებული, როდესაც შენ დგახარ იქ არა იმიტომ რომ გარკვეული რაოდენობის ტექსტი წაიკითხო, არამედ იმიტომ რომ ღმერთთან დიალოგში ყოფნა გსულ და არ ახარ კიდევ ვიმეორებ დაპროგრამებული, დაკომპლექსებული აი ამით, არამედ თავისუფალი ხარ, ღმერთს ელაპარაკები, რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევაში გაჩერდები. იმიტომ რომ გაჩერება ამ შემთხვევაში, ანუ ლოცვის შეწყვეტა, გარეგნულად ლოცვის შეწყვეტა, ხო? ანუ გულისხმობ სიტყვების წარმოთქმა. ეს არის ბუნებრივი, იმიტომ რომ ღმერთი შენ გულს შეეხო და რაღაც ეძებ. რა სიტყვებს აღმოთქვავ, რას თხოვ, როცა უკვე შენთან არის. და ეს მდგომარეობა რამდენხანსაც გაგრძელდება, უნდა გაგრძელდეს. და რატო ვერ ძღება მლოცველი ამ მდგომარეობით? იმიტომ რომ ადამიანის მისტიკური სიღრმე უსასრულოა. ყოველ შემთხვევაში უსასრულო მხოლოდ ღმერთია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ერთგვარი რასაც მაგალითად ფსალმური რასაც უწოდებს ღმერთს უფსკული, იგივეს უწოდებს ადამიანს. და ერთადერთი რითაც შეიძლება ადამიანი გაძღეს და თან ეს გაძღომის პროცესი უსასრულო პროცესია, ეს არის ადამიანის შინაგანი სამყარო.
და სხვა არაფერი არ აწყობს ადამიანს. და აი ჩვენ რასაც განვისვით ამ სოფელში ეს არის წინა გემოსხილვა მარადიული სასუფეულისა. აქ სრულად ადამიანი ვერ განიცდის, ამიტომ ადამიანი შეუძლებელია რომ დაკმაყოფილდეს ღმერთთან ერთობით ამ სოფელში. ხოლო ვინც კმაყოფილია და კიდევ უფრო უარესი თვითკმაყოფილია, ვინც მიეჩვია ერთგვარ სტაგნაციას სულიერ ცხოვრებაში, რომ აი რაღაცა მდგომარეობა აქვს და მეც არ ცდილობს და ეს მცდელობა ძალიან დიდ ბრძოლას უკავშირდება საკუთარ თავთან, იმიტომ რომ საკუთარი დაცემული ბუნება არ თმობს პოზიციებს, თეშმაკის თავისავად ცხადია პოზიციებს არ თმობს, მას ცოცხალი თავით არ უნდა ბუნებრივ მდგომარეობაში მოვიდეს. ჩვენ ხორცს, რომელსაც პირუტყული სიამოვნების გარდა პრინციპში არაფერი არ უნდა, ჩვენ სულს, რომელსაც პატივმოყვარეობითა და სიამაყით კმაყოფილების გარდა არაფერი არ უნდა, ძალიან ესიკვდილება, რომ ბუნებრივ მდგომარეობაში გადავიდეს. მას ურჩევნია ბუნებრივზე ქვემოთ იყოს და დატკბეს თავის პირუტყობით და დემონური პატივმოყვარეობით, იმიტომ რომ როგორც კი შენ ბუნებრივ მდგომარეობაში გადადიხარ, ანუ ღმერთთან ერთად ბედნიერებას და სიტყვებას განიცდი, უარი უნდა თქვა შენს პირუტყობაზე და დემონურ მდგომარეობაზე, ანუ პატივმოყვარეობაზე და ეს ჩვენ სულს და ხორცს არ უნდა. ამიტომ სულ მუდმივი ჭიდილი და ბრძოლა გვიწევს. და აი როცა ადამიანი გაიაზრებს ამ ყოველივეს და სერიოზულად შეუდგება ღმერთთან ურთიერთობას და ლოცვის სწავლას დაიწყებს, მაშინ მის ცხოვრებაში შეიძლება აი ამგვარი რაღაცებიც მოხდეს და უკვე ადამიანი ვეღარ ძღება ღმერთთან ერთობით. მე აგრძელებ ზოგჯერ ლოცვისაგან, ოღონდ ეს ამის მერე როცა უკვე ეს მდგომარეობა შენს გამოცდილებაში შემოვა პერიოდულად, ლოცვისაგან მჭვრეტელობა იწყება, რომლის დროსაც წყდება ბაგეებით ლოცვა. ბაგეებით ლოცვა, როცა მლოცველი აღტაცებაში მოდის, რომელიც არ ეწინააღმდეგება ჩვენში სიმშვიდეს, გონივრულობას, ქრისტეს დარ თვისებების ჩვენში მყოფობას, ასეთ მდგომარეობას ლოცვით მჭვრეტელობას უწოდებთ, რომელიც არ გულისხმობს, არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს რაიმეს წარმოდგენას და მოჩვენებით ოცნებებს. სხვათა შორის, ეხლა ადამიანები ასეთ რაღაცებს რო კითხულობენ და თქვენც ახლა გესმით. ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს მდგომარეობა შეიძლება ხელოვნურად ესე შეიძლება არ არქმევენ, მაგრამ ისე ინდომებენ, ესე ვთქვათ. და რას ინდომებენ? არა იმას, რომ შემიწყალე, არა იმას, რომ გადამარჩინე, არა იმას, რომ მადლობა ღმერთო, რომ ღირსი გამხადე აქ ვდგავარ, არამედ ძალდატანებით სულთ რომ ამ მჭრეტელობის მდგომარეობაში მოვიდნენ და ფსიქოსომატურ რესურსს თავენ საკუთარი თავისას. იოგებივით იქცევიან, ფსიქოსომატური რესურსს თავენ და ამ რა თქმა უნდა ამას კიდევ ახმარენ ჩვენ უნარს წარმოსახვისა, როცა ჩვენ შეგვიძლია წარმოვისახოთ. და იწყება ასე დროს ადამიანი ეშმაკის დასაცინი ინსტრუმენტი ხდება, თვითონაც ცდილობს წარმოიდგინოს, წარმოისახოს, მერე ეშმაკიც ეხმარება და იწყება წარმოსახვების და ფანტაზიების კორიანტელი. მისტიკურია ეს, არ არის მატერიალური. და რადგან მისტიკურია ადამიანს, საწყალ ადამიანს ამ დროს გონია, რომ ეს ღმერთისგან არის და ადამიანი რაც მეტად და მეტად ჩაეშვება ამ დემონურ ჭყუიალა რაღაც რაღაც მორებში შეიძლება ასე ითქვას, უფრო და უფრო შორდება ღმერთს, უფრო და უფრო ზიანდება მისი სულიერი სამყარო, უფრო და უფრო ზიანდება მისი ფსიქიკა და ბოლოს ფსიქიური დაავადებაც, უკვე ანუ ფსიქიკაც უზიანდება და ფსიქიურ დაავადებამდე შეიძლება მივიდეს, ამას ემატება სიამაყე, ამას ემატება პატივმოყვარეობა, რომ მე მაქვს იმის განცდა, ხო, გესმის და შეუვალი ხდება ადამიანი მოძღვრის სიტყვისთვის, შეუვალი ხდება სხვა გამოცდილი თუნდაც სულიერი დისა ან ძმის სიტყვისთვის და ესე ნელა-ნელა ადამიანი სამწუხაროდ ხდება დემონის სხერფლი. ამიტომ ხაზგასმით ისააკასური გვეუბნება, რომ არავითარ შემთხვევაში არ იგულისხმება ამაში წარმოდგენა რაიმესი მოჩვენებითი ოცნება, როგორც ეს და ნახეთ რას ამბობს, როგორც ეს უგუნურებს გონიათ. ანუ ბუნური სულელს ნიშნავს. ისააკასური სულელს უწოდებს იმ ადამიანს, რომელიც სულიერი ცხოვრების, სულიერი მდგომარეობის დეფიციტს ავსებს წარმოდგენებით და წარმოსახვებით, ხელოვნურად და ხდება ეშმაკის დასაცინი. ამგვარ ლოცვით ჭრეტაში, ეხლა თუ როცა ნამდვილი ლოცვითი ჭრეტა არის, რომელიც ღმერთისგან არის, აი მინდა კარგად გავიგოთ ეს. ლოცვის მასწავლებელი მხოლოდ ღმერთია.
შეუძლებელია შემდეგ საფეხურზე ახვიდეთ თუ ღმერთი არ გეხმარება. მხოლოდ ღმერთი აკეთებს ამას. ჩვენი საქმეა საკუთარ თავზე იძულება და შრომა. აი როგორც მაგალითად გლეხი რო თოხნის, ხო? და სოფლის მეურნებას ეწევა. მან უნდა ბევრი იშრომოს, მაგრამ თუ ის თესლი არ გაღვევდა მიწაში და არ აღმოცენდა, ვერაფერს ვერ იზავს. მაგრამ აი ეს თესლის გაღვევა და აღმოცენება მიწაში ეს არის ღვთისგან ბოძებული. ის სიცოცხლეა, რომლის შექმნა შენ არ შეგიძლია, შენ მხოლოდ უნდა იშრომო. რომ პირობების შექმნა, რომ ის აღმოცენდეს. შენ მხოლოდ პირობების შექმნა შეგვიძლია, დანარჩენს ყველაფერს ღმერთი აკეთებს. ჭრეტელობით მდგომარეობაში სხვადასხვა ხარისხები არსებობს, მაგრამ ეს ყველაფერი ლოცვად იწოდება, რატომ? რადგან აზრი, სიტყვა, რომელიც შეიძლება არ წარმოთქვა, მაგრამ ეს სიტყვა ჩვენს გონებაშია. აზრი ჯერ არ არის გარდასული იქ იმ მდგომარეობაში, რომელიც უკვე ლოცვაზე აღმატებულია. ანუ სიტყვები არსებობს ჯერ კიდევ. სიტყვები წარმოითქმება კიდევ, ბაგეები თუ არა შენს ცნობიერებაში. ეს სიტყვიერი ლოცვაა ჯერ კიდევ. ეს შემოქმედებითი პროცესია ჯერ კიდევ. და ამიტომ ეს კვლავ ლოცვად იწოდება. როცა ეს სიტყვები აღარ იქნება და ღმერთთან უშუალო კავშირი მყარდება, ესე უწოდებენ ხოლმე ლოცვითი ენერგია, ანუ სინამდვილეში ეს არის ენერგია, ანუ მადლი, ანუ ღმერთთან უშუალო კავშირი სიტყვის გარეშე იმ მდგომარეობამდე სანამ მივა, ეს ყველაფერი არის ლოცვად იწოდება, სიტყვიერი ლოცვა, შეიძლება ჩუმათაც იყო და ამ დროს ლოცვის ენა, სიტყვები, აზრი, იგივე სიტყვები, ხო, გაუხმოვანებელი სიტყვები, აზრებია და გულის მოძრაობანი ეს ერთგვარი გასაღებია, რომლითაც გულის საუნჯეში შემავალი კარები იღება. იქ კი საუნჯეში, სადაც ჩვენ ღმერთს უნდა შევხვდეთ, ხო? ჩვენ უნდა შევხვდეთ ჩვენს მისტიკურ სიღრმეში ღმერთს. იქ კი ენა უნდა დადუმდეს. გულიც უნდა დადუმდეს, რომელიც გულის სიტყვათა საჭურჭლია, გონებაც უნდა გაჩერდეს, რომელიც გრძნობათა მესაჭია, აზრი, გულის სიტყვები, რომელსაც ახლა ამ შემთხვევაში უწოდებს ისააკასური უსირცხვილოდ მზაკვარი ფრინველი, რომელიც ჩვენგან დამოუკიდება, ჩვენ გვაწუხებს, კარგად გამოგვიცდიას ლოცვის დროს, როგორ შემოდის სხვადასხვა აზრები, სხვადასხვა გულის სიტყვები, ამიტომ უსირცხვილო მზაკვარ ფრინველს უწოდებს, ეს უნდა დადუმდეს. და როცა ეს ყველაფერი მოხდება, ეს ყველაფერი დადუმდება, სიტყვა აღარ იქნება, მაძიებელნი, ანუ ღვთის მაძიებელი ჩერდება, ანუ შემოქმედებითი პროცესი ღმერთთან ხმის მიწვდენისა ჩერდება ჩვენში, რატო? რამე თუ უფალი მობრძანდება. და ეს არის უკვე ის მდგომარეობა, რასაც განხთობილი მდგომარეობა ქვია. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან შორს ვართ ამისგან, რა თქმა უნდა. და ეს თითქოს შარში გვჭირდება ადამიანმა შეიძლება იკითხოს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა სიმაღლეები არსებობს ლოცვაში, ეგ ერთი და მეორე. მიუხედავად იმისა, რომ ლოცვითი საფეხურები არსებობს, პერიოდულად შეიძლება მოხდეს ამ საფეხურების ღმერთის ხელშია. და შეიძლება ადამიანი არ იყოს, თქვათ, მაღალ საფეხურზე ლოცვისა, მაგრამ რაღაც მომენტში დაუმსახურებლად მის გულს წამის ყოფაში ღმერთი შეეხოს და მრავალი რამ განაცდევინოს წამის ყოფაში ისეთი, რომლის გაგებასაც მერე, რომლის რაციონალიზაციასაც მერე შეიძლება წლები დაჭირდეს. ამის მაგალითები არსებობს ეკლესიაში, ჩვენს სამრევლოშიც, მაგალითად, როცა ადამიანს ღმერთმა წამის ყოფაში მისცა უზარმაზარი გამოცდილება და მერე მთელი ცხოვრება წლების განმავლობაში ამ გამოცდილების რეალიზებას ცდილობს და გააზრებას. ამისათვის ლოცულობს, წმინდა მამებს კითხულობს და ასე შემდეგ და ახალი არაფერი არ არის, მაგრამ ეს ყველაფერი მისი არ არის ჯერ. მაგრამ მან იცის, რომ ეს არსებობს, რადგან ღმერთმა წამის ყოფაში რაღაც დროს მას განაცდევინა. ასეთი რაღაცებიც არსებობს. ლოცვა არის ისეთი რამის გამოვედრება, ზრუნვა და სურვილი, როგორიც არის მაგალითად არსებული და მომავალი განსასწელებისაგან თავის დაღწევა. ვედრება, რათა ღვთის შემწეობა მივიღოთ. უამრავი რამ გვჭირდება ჩვენ ადამიანებს და ნუ შეგვიყვანებ ჩვენგან სასწელს ამას ჩვენ მამაჩვენოშიც ვებედრებით. რატო ვებედრებით? იმიტომ რომ განსასწელი რა არის? ის კი არა მაინდა-მაინც ხორციელი პრობლემა და მიწიერი არა. ისეთი განსასწელი როგორც საცტური, განსასწელი არა როგორც ტანჯვა, ეგ სხვა არის. არამედ მამაჩვენოში ეს არის გულისხმება. მამაჩვენოში გულისხმება განსასწელი როგორც საცტური, იმიტომ რომ შემდეგ მიხსენ ბოროტისაგან, ანუ ეშმაკი, რომელიც საცტურის წინაშე გაყენებს, რომელიც ისეთი დახვეწილი ფორმით მოდის შენამდე, რომლის გამო შენ შეიძლება შეცდე, მით უმეტეს თუ არა გამოცდილება გულის სიტყვებთან ბრძოლისა და არასწორი არჩევანი გააკეთო.
ეს ძალიან საშიში მდგომარეობა. ამიტომ ჩვენ მრავალ რამეს ვევედრებით, მრავალ რამეში ღვთისშემწეობა გვჭირდება. ეს არის ერთ-ერთი რაც ლოცვას ახასიათებს და მეორე რა არის? ლოცვის სიწმინდე, ანუ გონება გაუბნეველი ლოცვა, რაც იმაზეა დამოკიდებული, როგორ ვიცავთ ჩვენს გონებას გარედან მოტმასნული შფოთის გამომწვევი აზრებისაგან, ანუ გულის სიტყვებისაგან. გულის სიწმინდე. ადამიანი ყველაზე მეტად გულის სიტყვების ტყვე რომ არის, ყველაზე მეტად პირველად ამას ადამიანი ამჩნევს ლოცვას რო იწყებს. ოღონ პატიოსნად რო ცდილობს რომ თავისი გონება გამოკეტოს ლოცვის სიტყვებში და გულის სიღრმეში. ორი მიმართულებით უნდა გამოვკეტოთ ჩვენი გონება ლოცვის დროს. ლოცვის სიტყვებში, ანუ იმ აზრში, რომელსაც ლოცვის სიტყვები გადმოგცემს და ფიზიკურად თუ ფიზიკურს დავარქმევთ მისტიკურ სიღრმეს ჩვენსას გულის სიღრმეში. ამ ორ ადგილას გამოვკეტოთ უნდა აზრში და წერტილში ჩვენ სიღრმეში. როგორც კი ადამიანი ამას იწყებს პატიოსნად, აღმოაჩენს რომ ასე სად არის. და თურმე რა დღეში არის ჩვენი ცნობიერება, როგორ იბომბება მუდმივად გულის სიტყვებისაგან. პირველი შეხება გულის სიტყვებთან ამ დროს არის და მე ნელა ჩვენ მეტად გავიცნობთ გულის სიტყვებს და აღმოვაჩენთ რომ მისი წარმავლობა დემონურია. და ლოცვის სიწმინდე დამოკიდებულია იმაზე, რამდენადაც ჩვენ თავისუფალი ვართ აი ამ გულის სიტყვების შემოტევისგან. თუ წმინდა და გონება გაუბნეველი ლოცვით მოღვაწეს, ნახეთ რას ამბობს, თუ წმინდა და გონება გაუბნეველი ლოცვით მოღვაწეს, ძნელად შევხვდებით, რაღა უნდა თქვათ სულიერ მლოცველებზე, აი მჭრეტელები რო ვახსენე. როდესაც გონება ქმედითია ლოცვისას, ანუ შემოქმედებითი პროცესი როცა მიდის, ეს ლოცვა მშვენიერია. იქ ემოციები, გზნობები, ჩვენი ხორციელი ღვაწლის აუცილებელი ეგ მეტანია და ასე შემდეგ, ღამის გატეხვა იქნება თუ ლოცვის ხანგრძლივობა იქნება თუ იძულება რომ იდგე და არ გახვიდე და ასე შემდეგ, მთელი ფსიქოსომატიკაა ჩართული და ამიტომ მშვენიერია და გზნობისმიერია. ხოლო როდესაც ზე აღიწევა, როცა ნელა გადადის უკვე იმ სფეროში, რომელიც ჭეშმარიტად მისტიკური არის მხარია ლოცვისა, ლოცვა ამ სიტყვის ჩვეული გაგებით წყდება, რასაც წეღანაც გეუნებოდით. რამე თუ წმინდანი მომავალ ცხოვრებაში, როდესაც მათი გონება მოცული იქნება სული წმინდით, ჩვენთვის ჩვეულებრივი გაგებით კი არ ლოცულობენ, არამედ განცვიფრებული მყოფობენ საღვთო დიდებაში. განცვიფრებული მყოფობა საღვთო დიდებაში. ლოგიკურადაც რომ წარმოედგინო, უცებ რომ მაცხვარი გამოგეცხადოს. რამეს ეტყვი? რაღაც სიტყვებს ეტყვით თქვენ გონიათ? ხო, ეს ადამიანს რა დაემართება, ხო წარმოგიდგენია, აღთოვანდება, განცვიფრებული აი ესე იქნება ამ მდგომარეობაში და სიტყვასაც ვერ დააზრავს, ვერც გაინძრევა, ეს იქნება მდგომარეობა, რომელსაც უკვე ადამიანი საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის. სიტყვები ქრება ამ დროს. მარადისობაში მუდმივ განცვიფრებაში იმყოფება ადამიანი, მუდამ აღტაცებულ მდგომარეობაში და ამით გონება მიუწყობელ ბედნიერებაში. მაგრამ ამ სოფლად ისააკ ასური გვაფრთხილებს, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ასეთ რაღაცებს რო ვისმენთ, ფიქრობთ რომ ახეგება, ეხლა მე რაღაცა ან ხომ გონია რაღაცა რო იყო მაშინ, ეს ხო არ იყო, ადამიანი კითხვას დასვავს. და ისააკ ასური გვეუბნება რომ ამ სოფლად ნურავინ გაკადნიერდება და იტყვის რომ სულიერად ლოცულობს. ასეც ხოლოდ ამპარტავანი, საქმის უცოდინარნი და საკუთარ თავზე ცრუდ მოუბარნი იტყვიან. ფიქრობენ რა რომ როცა კი მოუნდებათ, ილოცებენ სულიერად. ხოლო დაბალმცნობიერნი, ვინც თავდაბლობით ფიქრობს და საქმის მცოდნენი, ანუ ნამდვილად მლოცველნი, წმინდა მამებისგან სწავლას შეუდგებიან, ანუ სწავლობს ადამიანი. გული ბუდდა ნუ გაგისკდება, როდესაც გაიაზრებ, რომ ჩვენს ეკლესიაში მრავალი ადამიანი ლოცვას არ სწავლობს. ფიქრობენ, რომ უნდა წაიკითხო და მორჩა ეგ არის ლოცვა. ლოცვას სწავლა ჭირდება და აქ ნახეთ როგორ ხას უსვავს. წმინდა მამებისგან სწავლას შეუდგებიან თავდაბალი ადამიანები. იციან რა შეზღუდულობა დაცემული ადამიანური ბუნებისა. და შესაბამისად ამ თავხედურ აზრებს, რომ სულიერად ლოცვა შემიძლია და მე ლოცვა ვიცი, ამგვარ აზრებს არ იწყნარებენ. ნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი რამეს ამბობს. ლოცვის დროს, უმეტესად ვიდრე სხვა დროს, ადამიანი ყველაზე მეტადაა შინაგანად მობილიზებული ღმერთთან ერთობისათვის. ხო, გასაგებია. სხვა დროს ლოცვის დროს ყველაზე მეტად ხარ აი ღმერთთან ერთობისათვის მზად. მისგან წყალობის მიღების მომლოდნელი, ყველაზე მეტად ლოცვის დროს არის.
ესა ანუ ლოცვის დრო მვედრებელი სამეფო კართან დგომისა მეფისაგან წყალობის მოლოდინში. და რომელი დრო შეიძლება იყოს უკეთესი ადამიანისათვის და როდის შეიძლება იყოს უფრო მობილიზებული ადამიანი და საკუთარ თავზე კონცენტრირებული და ღვთისადმი უფრო მეტად ყურადღება გამახვილებული, ვიდრე ლოცვის პერიოდია. ყველაზე კარგი დრო არის, ხო? სწორედ ამიტომაა, რომ თვით წმინდანებიც კი არ არიან ყოველთვის მზად ღმერთის წინაშე ლოცვითი წარსდგომისათვის. რამე თუ ძალიან რთულია ღმერთის წინაშე დგომა დაცემული ადამიანისათვის და შესაბამისად წმინდანებიც კი, ანუ ის ადამიანებიც, რომლებიც ღვთის ნებით ცხოვრობენ, მათთვისაც რთულია მუდმივად ლოცვით მდგომარეობაში ყოფობა, რომ წავიკითხე მე ეფრემ კატონაკელის სიტყვები წავიკითხე, რომ ესე იგი გონებისმიერი ლოცვით მდგომარეობაში 2 საათი შემეძლო ყოფილიყავიო, გავოცდი. აქ ხო ხვდებით რაშია საქმე? შიგნით გულის სიღრმეში ღმერთთან არის უშუალო ურთიერთობაში და 2 საათზე მეც ვერ ვახერხებო ადამიანი, რომლის ლიტურგია არასოდეს იყო 1-2 შემთხვევა სახსენებს თვითონ გამოცხადების გარეშე. ყოველ ლიტურგიაზე მას ხილვა ჰქონდა. ყოველ ლიტურგიაზე. ქერუბიმებს ხედავდა, ანგელოზებს ხედავდა, ისედაც ლოცვის გარეშეც. ასეთი ადამიანი, ნახეთ, 2 საათზე მეც ვერ ვძლებდიო. ის მეც ლოცულობდა. ტრადიციით ჩვენ ვიცით, რომ იოსების სიკასტის საზმოში 8 საათი და ზოგი მეცაც ლოცულობდა. მამა არსენი 10 საათი ლოცულობდა და კელიდან გამოყავდათ ხოლმე. გათენდა კაცო საქმეს მივხედოთ. მაგრამ ეს ამდენი ხანი ლოცვითი მდგომარეობის რაღაც ნაწილი იყო ის ლოცვა, რომელსაც ლოცვა ერქვა. და თუ ეფრემ კატონაკელისთვის ეს მხოლოდ 2 საათი იყო და მეც ვერ ახერხებდა, ხედავ, რას რთულია ღმერთის წინაშე წარსდგომა. ლოცვის ჟამს გონება ჭვრეტელობით ღმერთთან ერთობისაკენ მიისწრაფვის. მისკენ აქვს მიმართული ყოველი მოძრაობა, მთელი გულით, გულმოდგინებით, მოუკლებელი გულმხურვალებით უძღვნის უფალს ლოცვას. ანუ მთელი არსება არის კონცენტრირებული იესო ქრისტეზე. ლოცვის დროს ხო რო გვახსენდება ჩვენი აღარ რჩება ისევ მერმე და მერმე ისევ კვერექსი და ისევ და თუ ეს ადამიანს ჭირს და ესე იგი ხელისაც აიღოს, ფეხისაც აიღოს, ვეღარ დგას, წელით კივა, თავით კივა, ვეღარ გესმით რა გვემართება? იესოს ლოცვას ცდილობს, წარმარა საათს ნახულობს, არ გავიდა ეს დრო კაცო. გესმით რა და ამ დროს თურმე რა არის საჭირო? აი ესეთი მდგომარეობა, რომ მთლიანად ღვთისაკენ ერთობისკენ ხარ მობილიზებული. და მოუკლებელი გულმხურვალებით უძღვნი უფალს ლოცვას. და სწორედ ამ დროს, როდესაც სულს ერთადერთი საზრუნავი აქვს, აი ამ დროს, აიძულებ შენ თავს, რომ მხოლოდ ერთადერთი საზრუნავი გქონდეს. ეს არის ღმერთთან ზიარებისა და ერთობის ძიების, მეტი სხვა საზრუნავი არ აქვს. ყველა საზრუნავი დატოვებული გაქვს. მხოლოდ აქ მოდიხარ, იმიტომ რომ მხოლოდ ეს გქონდეს. როცა ლოცვისთვის განეწყობი სახში და შენ პრივატულ დროში, როცა არავის არ ჭიდები, მაშინ ლოცულობ, მხოლოდ ღმერთი უნდა იყოს შენი არსებისათვის მნიშვნელოვანი და საინტერესო, მხოლოდ მასზე უნდა იყო კონცენტრირებული. ეს დრო არის საუკეთესო ჟამი ღვთისაგან მადლის მიღების. არ გაუშვათ ეს დრო, არ გავფანტოთ გულის სიტყვებში. და ხედავთ, რომ როდესაც მღვდელი და ეხლა გადადის ლოცვის უმაღლეს ფორმაზე, რომელსაც ქვია ლიტურგია. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნული დინამიკაა, სიბნელე არ არის, მოძრაობთ. გესმით, ხმამაღლა ვამბობთ გარკვეულ სიტყვებს, მიუხედავად ამისა, ბევრ წმინდა მამასთან მოღვაწესთან ნახავთ, რომ ევქარისტიული მსახურება არის უმაღლესი ისიქია, ანუ უმაღლესი მყუდროება. გასაგებია, რომ ჩვენ შემთხვევაში ეს ასე არ არის, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ასე ხედავდნენ წმინდა მამები ევქარისტიულ მსახურებას, ანუ წირვას. უმაღლესი ისიხი, ანუ უმაღლესი მემყუდრეობითობა. გესმით, როგორ უნდა იყოს შენ შიგნით ჩასული, რომ ეს სიტყვები, რომ უმაღლესი ისიხია, უმაღლესი მემყუდრეობითობა, წირვა, რომ შენთვის განხორციელდეს. და ვხედავთ, რომ როდესაც მღვდელი ემზადება, დგება ლოცვაზე და გონებით საკუთარ თავში შემოკრებილი, აი
ღდელი უნდა იყოს თლიანად ჩაძირული საკუთარ თავში, როცა წირავს, თლიანად საკუთარ თავში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამსოს საკურთხევლის კეთილმოწყობას, სტიქაროსნების, მედავითნის, ესე იგი სწორმსახურებას, რომ ღდელმა ზედმეტი მოძრაობა არ გააკეთოს, არ გაიხედოს, შენიშვნისათვის დრო არ დაკარგოს, რაღაცა საერთოდ მხოლოდ წმინდა ტრაპეზში უნდა იყურებოდეს, არსად გასახედი არ გქონდეს. ეს იდეალია, მაგრამ ასე უნდა ვცდილობდეთ. და საკუთარ თავში შემოკრებილი ღვთისწყალობის მომლოდინე ლოცულობს და სწორედ მაშინ გარდამოდის სული წმინდა ღმერთის სამსხვერპლოზე, ანუ წმინდა ტრაპეზზე, დაბრძანებულ პურსა და ღვინოზე და მე ამბობს, რა საშინელია ეს საიდუმლოება. რა საშინელია ეს საიდუმლოება, ამბობს წმინდა ისააკ ასური. მე მინდა გითხრათ, რომ ეს საიდუმლოება წმინდა ისააკ ასურისთვის ისეთი საშინელი აღმოჩნდა, რომ მან უარი თქვა ღვთისმსახურებაზე. და უბრალოდ მონაზონივით ცხოვრობდა, ისე ეშინოდა ღვთისმსახურების. სად ჩემი შიში საკურთხეველში და ისააკ ასურის შიში. გესმით? აი ეს მისი შიში იმგვარი იყო, რომ ვეღარ შეძლო მსახურება. და სხვა რომელი ჟამია ამგვარად წმინდა და თავისი სიწმინდით ნიჭთა მომცემელი, როგორც ჟამი ლოცვისა და კონკრეტულად აი ამ ლოცვაზე საუბრობს, ევქარისტიულ მსახურებაზე. ადამიანის ღმერთთან საუბრისა, რომლის დროსაც მლოცველი იძულებით საკუთარ თავზე, იმიტომ რომ საკუთარი თავი საჭიროებს იძულებას, ერთად შეკრებს თავის თავში ყველა თავის მოძრაობას, ას და გონებას და ყველაფერი ამით ღმერთში ჩაიძირება, მისი გული ღმერთით აღივსება და რის გამოც თვით მიუწვდომელს, ანუ ტრანსცენდენტულ ცოცხალ ღმერთს მისწვდება. როდესაც ღდელი ეცდება, რომ ამგვარად იმსახუროს, ეს გადამდები იქნება აუცილებლად სამრევლოზე, რომელიც აქიმიტოდ გასო ზუსტად იგივე განიცადოს. ზუსტად იგივე მოხდეს თქვენშიც, რაც უნდა მოხდეს ჩვენში სამღვდელობაში, როცა ჩვენ მსახურებას ვცდილობთ საკურთხეველში ისე, როგორც ამას ისააკ ასური აღვიწეს და გვეუბნება. ხედავთ, აი ლოცვა რა საოცრება არის, ლოცვა და რა საოცრება არის წირვა. ეს არის ქრისტიანობა. ეს არის ჩვენი ეკლესიის გაბწყინების და ჩვენი ერის გაბწყინების გზაც. ეს არის ყველა პრობლემის მოგვარების გზაც საქართველოში მათ შორის. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიაზროთ, რომ საქართველო არის ეკლესია, იმიტომ რომ მონათროლი ადამიანების ერთობაა. უფალი გვეუბნება, ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება. და შესაბამისად, თუ მოგეთხოვება არა როგორც უბრალო პოლიტიკურ ერთეულს, არამედ როგორც ეკლესიას, განსაცდელებით შესაბამისი იქნება. და არაფერი არ გვიშველის, სანამ აი რაზეც ახლა ჩვენ საუბრობდით, ეს ჩვენ საკუთრებად არ იქცევა. არ გავიაზრებთ, რას ნიშნავს იყო ქრისტიანი. შეგვეწიოს უფალი და მოგცეს გულისხმის ყოფა ყოველივე იმისა, რასაც ჩვენი დედა ეკლესია გვაძლევს. ვიყოთ ბრძენი, ჩვენ აქ რო ვართ, ეკლესია გვაძლევს ყველაფერ იმას, რასაც ახლა ჩვენ საუბრობთ, ოღონდ გვაძლევს, ახლა ეს თეორია კი არ არის. აი ეს რაც ახლა წავიკითხე, ახლა ეს რეალიზდება ახლა თქვენში. აქ ვინც გახარ და ეზიარებ. და ამას ვაკეთებთ ეკლესიაში. პატრიარქის ხელდასხმული ვარ მე. პატრიარქის ხელდასხმა რო არ ყოფილიყო, მე მღვდელი არ ვიქნებოდი. მღვდელი თუ არ ვიქნებოდი, მსახურება არ იქნებოდა. პატრიარქი ხელდასხმულია თავის წინამორბედით. იცით სადამდე მიდიხართ? პეტრე მოციქულამდე მიდიხართ. იმიტომ რომ ანტიოქიის ეკლესიიდან მივიღეთ ხელდასხმა. არსად არ გაწყვეტილა ეს. ამიტომ თხილად ვიყოთ და გქონდეს სიბრძნე და ვიყოთ მადლიერნი. თუ ჩვენ გვიხარია ის, რაზეც ჩვენ საუბრობთ და თუ ჩვენ ეს გვაბედნიერებს, იცოდეთ ეს მხოლოდ აგვეძლება ეკლესიაში არსად სხვაგან. და ჩვენ არა ვართ თეორეტიკოსები, ჩვენ პრაქტიკოსები ვართ. ანუ ჩვენ რეალურად ღმერთი გვინდა და არა მსჯელობა ღმერთზე. აი ეს არის ჭეშმარიტი ქრისტიანობა. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.